ამ ბრძოლაში მართალმტყუანი არ არსებობს და ეს აღიარეს წამით თვითონ ქისტებმა. ანუ რაღაცა გამონათება დაიწყო. ისეთი მაგარი კაცი იყო ზვიადაური და ისეთი სიკვდილით მოკვდა, რომ ქისტების გონებაშიც კი დაიწყო რაღაც გამონათება, მაგრამ განსხვავებით პიროვნებისგან. როგორც კი ბრბო, საზოგადოება, რაღაც სიახლეს ხვდება, ის ბლოკავს ამ სიახლეს. თემა აღარ გააგრძელა ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ ამაზე ფიქრი თუ გააგრძელეს, ალუდასნაირად უნდა დაინგრნენ. ანუ ფერიცვალება უნდა განიცადონ. სწორედ ამიტომ აი აქ შეაჩერეს საკუთარი ფიქრი და უცებ, მაგრამ ტერსმტრულად მოექեց თვითონ უფალმა ბრძანაო. აღარ გააგრძელეს ეს ფიქრი. იმიტომ რომ ეს ფიქრი მტკივნეულია, ეს ფიქრი ტანჯველია, ეს ფიქრი, რომელმაც ახალი ადამიანი უნდა დაბადოს, ადვილი არ არის. ამიტომ ჩვენ ადამიანებს ასეთი მწვალებლური ფიქრების მოშორება გვირჩევნია. ერთადერთი ვინც ამ ფიქრებს ასევე ვერ იშორებს და ვინც აი თუ კი სტუმარ მასპინძელში რაღაცა ყველაზე გასაოცარი სცენა თუ შეიძლება ასე ითქვას, აუდა ქეთლაურის მე თითქოს სტუმარ მასპინძელში არანაირი სცენა არ გვიგვირს, ხო? მაგრამ ეს იცით რომელი სცენა ეს არის გამაოგნებელი სცენა, საერთოდ გამაოგნებელი პერსონაჟისა, ეს არის ჯოყოლას ცოლი, რომლის სახელს ჩვენ სხვათა შორის ვერ ვიგებთ. აქამდე ჩვენ ვიცით, რომ თითმოსწყვეტილი ვარსკვლავია, ну რაღაცა საოცარი ქალია, ხო? და სხვათა შორის, როდესაც დაიტირებს ზვიადაურს, უფრო სწორად, როცა სახლში გაყოჭილი ჯოყოლა უგდია და თვითონ მექანიკურად ფეხები მოყვებიან ამ სტუმარს, რომ აი სასაფლაოზე ზვიადაურის სიკვდილის სცენას ნახავს და ნუ იქ გასაოცარი კადრი, რაზე უბნება აღაზას გული. ნეტავი ნებას მაძლევდეს დედაკაცობის რჭულიო, რომ მეგვაცოცხლო სხვას ყველას გაგაფრთხობინო ცულიო, ნუ სად მიდის ახლა აღაზას ფიქრები? მე მგონი ძალიან უხერხული იქნება ჩვენთვისაც კი სასამართლო პროცესი რო იყოს დავიცვათ აღაზა. მისი ფიქრები რომ წაიკითხო და გახსოვთ ნეტარ ავგუსტინეს აქ გენიალური ფრაზა უფრთხილდი საკუთარ ფიქრებს ისინი ზეცაში ისმის. ხო? კიდე კაი თემს არ ესმის აღაზას ფიქრები. თორე თემი ზვიადაურზე წინ აღაზას ჩაქოლავდა, ხო? იმიტომ რომ რაღაც მომენტში მაგრამ ну ვაჟას გმირები, როგორ ტირის და ეს აღაზას მიერ ზვიადაურის დატირება და სხვათა შორის სახელ აღაზას პირველად მაშინ ვიგებთ, როცა ის ზვიადაურს რისკენ მიმავალ ქოფაკს, ანუ რომ მოკლავენ ზვიადაურს და ცხედარ ქოფაკი ძაღლი მირბის, ხო? ზვიადაურის ცხედრისკენ ქვებს უშენს და აი აღაზა თითქოს აღზევებულსაც ნიშნავს, ხო? აი მაშინ ახსენებს, იმიტომ რომ ეხლა იბადება თითქოს აი ამ სახელით მაშინ შემოყავს ვაჟას ეს საოცარი პერსონაჟი, ხო? ნუ ეხლა ის სცენა რომ აღაზა არ ტირის მხოლოდ სტუმარს, აღაზა აშკარად ტირის უნივერსალურ მამაკაცს. ნუ ეს სხვადასხვა ინტერპრეტაციას იწვევს აღაზას ეს ტირილი, იმიტომ რომ ეხლა იმ ტირილში აღარ გავაგრძელებთ სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო. იმ ტირილში ცოტა სხვა ტექსტი ისმის. იქ არ ისმის მარტო რომ კარგი ვაჟკაცი ყოფილა, ხო? იქ ისმის ნეტა იმ ქალს, ვინც ამ ზვიადაურის მკლავზე გადაწვებოდა. მას ხომ ალერსი და ტრფობა არასდროს გაუწვდებოდა. აშკარად ქალის ტირილია. აი ქალი, რომელიც უნივერსალურ მამაკაცს დატირის. მე რომ მკითხოთ ჯოყოლასნაირის ცოლს შეუძლია მარტო ზვიადაურში ასეთი მამაკაცი დაინახოს. ხო? და საოცრად, როგორც ყველა პერსონაჟი ვაჟასთან, საოცრად ტრაგიკული პერსონაჟი აღაზა და რატო. ყველა პერსონაჟს, რომელიც იბადება და აღაზაც იბადება სტუმარ მასპინძელში, მეორედ დაბადებულ პერსონაჟს უწევს უპირველეს ყოვლისა ყველაზე დიდი ჭიდილის გადატანა საკუთარ თავთან. და ის სცენა, როდესაც მორბის აღაზა და აღაზას მიცვალებულები დგებიან და ის ებარი ძმა, რომ აი საოცარი კადრია, ხო, თითქოს მიცვალებული ძმა რო დგება და რა მიყავ დაო, რა მიყავ, ხო, ტრის დამტირებელ დას რო ეჩხუბება, ყველა და ყველაფერი, საყვედურს ეუბნებოდნენო აღაზას
არა მარტო ტანდაწყებილი დეკანი, უნამუსო ეძახის ბალახი, მიწა, ქვა, მიცვალებული და ბოლოს რა სიტყვის ვაჟა, საყვედურს ეუბნებოდნენ აღაზას, გიშრის თმანია, საკუთარი თმა ეჩხუბება, ამას რას აკეთებ, ვის ტირი, ვის იმას, ვინც ჩვენ უდროოდ საფლავში ჩაგვაწვინა, მაგრამ აი ეს ხომ ვაჟას გმირია, სხვათა შორის საოცარი გმირია. მე ვიტყოდი სტუმარ მასპინძელში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გმირი ეს არის აღაზა. და იცით ის გასაოცარი სცენა, როდესაც ეს ვნება დაღლილი აღაზა. შეიძლება ითქვას ვნებით მონაფერები აღაზა ბრუნდება შინ. და ის საოცარი კადრი, როდესაც ჯერ თავდაპირველად ვერ ეუბნება ჯოყოლას სიმართლეს, ვერ ეუბნება რომ დაიტირა ზვიადაური, ვერ ეუბნება იმიტომ რომ იმ ტირილში როგორი გულწრფელია, წარმოიდგინეთ აღაზა, როგორი შინაგანი პატიოსნება უნდა გქონდეს, რომ იქ მოიგონებს ვითომ დევების ამბავს და რაღაც სისულელეს, მაგრამ იმ სისულელეში სხვათა შორის სოლად გამომყევიო, ანუ იმ ვნებას გააჟღერებს. ჯოყოლა გახსოვთ რა კარგად ეუბნება რომ არ ჯერა ამ ნაამბობის უფრო მეტიც საოცარ ფრაზას ეტყვის რომ შენ სახესო ჯერ კიდევ ეთყობა იმ გრძნობის ნაკვალევია სხვა რამ გრძნობა გაქვს ხო როგორ კარგად უნდა იცნობდე ცოლს რომ აი ტირილის ხარისხსაც კი მიხვდე საოცარი ადამიანები არიან საერთოდ ვაჟას გმირები იმიტომ ვთქვი ფერიცვალებას ყველა ვერ აი მინიმუმ ჯოყოლასნაირი მამაკაცი უნდა იყო აღაზასნაირი ქალი უნდა იყო რომ აი ამ თუნდაც ამ ტანჯველი ფერიცვალების მადლის ღირსი გახდე ხო ხო ტანჯვა მაგრამ მადლია დიდი მე მაგალითად უბედნიერესი ვიქნებოდი ცხოვრებაში რომ მქონდეს დიდი ფერიცვალების შანსი ღმერთმა მომცეს ეს თუნდაც დიდი ტკივილის ფასად იმიტომ რომ მე ვიცი ეს საბოლოოდ რა ბედნიერება სულისთვის. ნუ გახსოვთ ის ფინალი და ჯოყოლას გასაოცარი სიტყვები, ხო? ეს იცით ისიც რომ თვითონ ვაჟა გაიჭედა, როდესაც აღაზამ სიმართლე უთხრა, როგორ დაიტირა ზვიადაური, სამი თვე თითქოს ვაჟამ თითქოს არა ეს ნამდვილად დადასტურებული ისტორია სამი თვე ვერ დაწერა პასუხი, იმიტომ რომ არ არის ეხლა მთის კაცისთვის ადვილი სხვა მამაკაცის დამტირებელ ქალს უთხრა არა უშავს, მაგრამ ნუ ეხლა რისი იმიტომ ხარ ჯოყოლა, იმიტომ ხარ ალუდა, ხო? იმიტომ ხარ თუნდაც ზვიადაური და აღაზა და ის ჯოყოლა საოცარი სიტყვები. იტირე? არა კარგი, მადლი გექნია და მეორე ხაზი აი მე არ ვიცი მე ბისმიერი თანამედროვე აზროვნება თანამედროვე ცოლქმრობა და ასე შემდეგ სასაცილოა ყველაფერი იმასთან შედარებით რაც მეორე ხაზში ჯოყოლა ეტყვის აღაზას მე რა გამგევარ მაგისა მიუხედავად იმისა რომ ქმარია მთის კაცია მე არავინ მეკითხება განცდებს და გრძნობებს ადამიანისას. აღაზა არ არის მისი კუთვნილება. აღაზას დარდი, აღაზას ცრემლი, ეს აღაზას დარდი და ცრემლია და არავინ არ არის გამგე ამისა. ეს არის ვაჟებშავება. და გახსოვთ, რაც მუდამაც უხდება ვაჟკაცის კარგისა და ამას გახსოვთ, რაც მოსდევს, ისევ და ისევ თავისი თემი უყვართ, გაიხმებს. ჯოყოლა იცით თქვენ, როცა ზვიადაურის სისხლის ასაღებად ჩამოსული ხევსურები დაესხმებიან თავს ქისტებს, პირველი ვინც მათ თავს შეაკლავს, ეს არის ჯოყოლა, მაგრამ თემი მას ამ თავგანწირვის მერეც არ მიიღებს კიდევ უფრო მეტიც თემი ამ თავგანწირვასაც გამორჩეულ თავის გამოჩენად ჩაუთვლის ჯოყოლას, ეხლაც არ გვიკადრაო, ხედავ და ნუ რა თქმა უნდა ის ტრაგიკული ფინალი როცა აღაზა იძულებულია მე ვიგებთ აღაზას ტირილიდან ხო რომ თვითონ მარტომ გაუთხაროს საფლავი იმიტომ რომ საფლავიც კი შეუკრეს ქისტებმა ჯოყოლას და ნუ აღაზას ტირილი ეს ხო კიდე ცალკე ლირიკული სცენაა რომელსაც ალბათ ბადალი არ ყავს და აღაზაც იცით როცა მისი ერთგული კენჭიც კი აღარ არია
რისთვის უნდა რისთვის ვიცოცხლო ხო როცა არავინ და არაფერი ღირებული უკვე აღარ დარჩა აღაზრდასათვის ისიც დინარეში იხრჩობს თავს იკლავს აღაზა და აი ყველაფერ ამის შემდეგ მოდის ვაჟებშაველას პოემის ყველაზე ჯადოსნური ფინალი ხო ფინალი რომელიც ყველა თქვენგან ძალიან კარგად იცით და რომლის არაერთი ინტერპრეტაცია არსებობს და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციაც იქნება ერთ-ერთი და თუ ის თქვენთვის საინტერესო იქნება რა თქმა უნდა თუ არა და თქვენ შეგიძლიათ თქვენი სახელმხატვრული წარმოსახვებით კიდევ თქვენი ინტერპრეტაციაც ჩამოაყალიბოთ აი ამ ფინალის შესახებ თქვენ იცით როგორ მთავრდება სტუმარ მასპინძელი და აი სწორედ იქ სადაც იმკლდის თავს სადაც ჯოყოვა მოკლეს ხევსურთა ბრძოლაში ღამღამობით უცნაური სურათი ჩნდება და რა არის ეს სურათი რომ გახსოვთ როგორ არის აი ამ კლდის თავზე და თავზე დააკვირდით დგას ჯოყოვა და არაზვიადაურის სხვათა შორის მიუხედავად ზვიადაურიც არის გამორჩეული პერსონაჟი მაინც უფრო მაღალი ჯოყოლა ამიტომ ის ეძახის თავისკენ იქ მისკენ უნდა ავიდეს ზვიადაური გადასძახებს და თუ გახსოვთ ზვიადაუროც მობილურად არ მიჩვენებს შენ სახეს სასაფლაოდან წამოვა აჩრდილი ფარხმალიანი და ესე გულზე ხელებ და გადაჭრდობილი ამოდის საფლავიდან ზვიადაურის აჩრდილი რომელსაც თავისი ვაჟკაცური ღირსება თოფი არაღი აქვს მაგრამ ხელები ეს ზიარების პოზაა იცით თქვენ ხო ზიარების თითქოს ზიარებაზე ადის და ის ჯოყოვამდე უნდა ავიდეს ესე იგი ჯოყოლა უფრო მაღლა დგას ხო და აი იქ როდესაც ადიან მთის წვერზე იქ ემთება ცეცხლი იქ არის აღაზა ჯიხვის მწვაც რომელიც სხვათა შორის აქ ვერ გაიყვეს იქ აგრძელებენ და აი მთავარ ფინალურ სცენაში ამბობს ვაჟა მთავარ სათქმელს და ის რაც ვერ მოასწრეს ამ წუთის სოფელში ვერ მოასწრეს განადროის სიმცირის გამო ადამიანთა კაცობრიობის გონებრივი შეზღუდულობის გამო, რომელიც ცხოვრობს თავის კონსტიტუციებში, ტრადიციებში და არ იყურება უფრო შორს, ვიდრე არის ნებისმიერი თუნდაც კონსტიტუცია და თუნდაც კანონი, ხო? მე არ ვამბობ რელიგიას სპეციალურად და რატომ რელიგია ჩემთვის უნივერსალური თავისუფლებაა. ამიტომ რელიგიური კანონები თუ არ ესმით ადამიანებს ეს რელიგიური კანონების დაკნინების საბაბი არ უნდა გახდეს. ეს ადამიანთა შეგნე, ადამიანებს არ ესმით ის ღვთიური კანონები. თორე არც ერთი ღვთიური კანონი ადამიანის უნივერსალურ თავისუფლებას არ ბოჯავს და ეს აზრი აქვს ვაჟა-ფშაველასაც. აი მინდა ეს კარგად გავიგოთ. და გახსოვთ აი მყლდის თავს იკრიბებიან და რას ამბობენ? ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა, სტუმარ მასპინძლის წესზე და ცნობის და დაძმობისასა. ძალიან მარტივია. რის სადღეგრძელოს სვამენ მარადისობაში. სოფლის თავს ეს სურათი ჩნდება სულ. დანდობის, პატიების, მეგობრობის, სიყვარულის და აი ყველაზე ტრაგიკული რა არის ამ სურათის დახატვის დროს და აი ამ საოცარ სურათსო ვაჟა ამბობს რომლის ყურებითაც არ შეიძლება გაძღეს ადამიანი იმიტომ რომ ეს არის ულამაზესი სცენა ეს სიყვარულის სცენაა ხო უცებო გადეფარება ჯანღი რამ აი ამ სურათს დაეფარება ჯადოსავით აწევს რაღაცა გაუგებარი ჯანღი და ისეთი მაგარია ეს ჯანღი რომ ჯადოსავით არც დაიმტვრევა კვერითა ვერ შეულოცავს მლოცავი არა იხდება ხელით მაინც რა არის ეს
რაღაც რაც ამ გენიალურ სანახაობას დაეფარება. რა თქმა უნდა, ეს არის აი ეს შავი ნისლი, რომელიც კაცობრიობას ზოგჯერ ტრადიციის, კონსტიტუციის, მენტალობის, ამა და ამ კანონის, აი ესე გადაგვიგლისება ტვინზე და იმის იქით ვერ ვხედავთ. აი ამ სულეთის შეხვედრას ვერ ვხედავთ და ვერც დავინახავთ, სანამ შურის ძიების, სამაგიეროს გადახდის, აი ამ შავი ფიქრებით არის კაცობრიობა მოცული. ამიტომ ჩვენსა და იმ სანახავს შორის ისეთი მყარი ნისლია, რომელსაც ჯერ წერაქვი ვერ ანგრევს, მაგრამ მაინც არის რაღაც იმედი. აი იმედი იმისა, რომ აი ამ მდინარის ხმის ფონზე, აი ეს გადმომზირალი პირიმზე, ორი სამყაროს რაღაცნაირად დაკავშირების პერსპექტივა მომავალში მაინც იყოს. აი იქნებ ამის თქმა უნდა ვაჟას სტუმარ მასპინძლის ამ ფინალით.